თქვენს წინაშეა ნინო შარაშენიძისა და ოთარ ტატიშვილის თეთრი ორშაბათი. მოგესალმებით, დღეს ორშაბათია და ჩვენი სამედიცინო გადაცემა თეთრი ორშაბათი კვლავ ეთერშია, ვინც ახლა შემოგვიერთდა, მოგესალმებით და მინდა გითხრათ, რას ეძღვნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ტკივილი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კლინიკური სიგნალი, კლინიკური გამოვლინება, რომელიც პაციენტს ძალიან აწუხებს და რომელსაც ძალიან დიდი დატვირთვა აქვს არა მხოლოდ ემოციური, არამედ თვითონ ექიმისთვის ღირებული. ტკივილი ეს არის, რომელმაც შეიძლება წინსწრებით მიგვანიშნოს ამა თუ იმ სერიოზულ დაავადებაზე, ან უკვე წარმოადგენდეს რომელიმე დაავადების კლინიკურ გამოვლინებას. ტკივილი არსებობს უამრავი ქრონიკული, ერთჯერადი, ფიზიკური აქტივობის დროს, ან ემოციური აქტივობის დროს. ყველა ტკივილს თავისებური მართვა სჭირდება და არსებობს მედიკამენტები, რომელთა გამოყენება ზოგიერთი დაავადების დროს ძალიან ეფექტურია, ზოგიერთი კი შეიძლება საერთოდ ყველანაირად აზრს მოკლებული იყოს მათი გამოყენება კონკრეტული ტკივილის დროს. რა არის ტკივილი? ვის უნდა მიმართოს პაციენტმა ტკივილის სამართავად და საერთოდ არის თუ არა ეს დამოუკიდებელი პრობლემა მედიცინაში? ამ თემაზე სასაუბროთ დღეს ჩვენი სტუმარია ჩემი მეგობარი ბატონი ნიკა რთველიაშვილი, ექიმი, რეანიმატოლოგი, ანესთეზიოლოგი. მინდა მივესალმო და მადლობა გადაუხადო ჩვენთან სტუმრობისთვის. ნიკა, მოგესალმები. მიხარია რომ დღეს ჩვენთან მოხვედი და აი ესე უჩვეულო ფორმატში, უჩვეულო თემაზე, ტკივილის მართვის მენეჯმენტი, ჩვენ ასეთი სტუმარი ჯერ არ გვყოლია და მიხარია რომ თქვენ აღმოჩნდით პირველად ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენთან. დიდ მადლობას მოგიხდით მოწვევისათვის, მივესალმები ჩვენს მსმენელს. მადლობთ. ეს პრობლემა საქართველოში დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ამ პრობლემაზე მუშაობას ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, ჩვენ ვეცადეთ ანესთეზიოლოგებმა, რეანიმატოლოგებმა, ვეცადეთ როგორც დასავლეთში ხდება, გავუკეთოთ სისტემატიზაცია, მივაწოდოთ ინფორმაცია ხალხს ამ პრობლემის შესახებ და შემდეგ შევეცადოთ, რომ მაქსიმალურად სრულყოფილად, სოფლიო სტანდარტების შესაბამისად გავუწიოთ დახმარება პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ტკივილი და რომლებსაც გონიათ, რომ უნდა იცხოვრონ ამ ტკივილთან ერთად. სინამდვილეში ეს ასე არ არის, ტკივილი მართვადია, ტკივილი დაძლევადია. მთავარია ადამიანმა, რომელსაც აქვს ქრონიკული ტკივილი, ექიმამდე მიიტანოს ეს პრობლემა, მერე მოხდეს ამ ტკივილის გამოწვევის მიზეზების დადგენა, შესწავლა და მერე რაც on screen არის, ანუ რაც ჩანს, რაც თვალხილულია, ყველაფერთან შეიძლება საერთო ენის გამოძებნა და ბრძოლას არ დავარქმევ, ყველაფერი შეიძლება რომ იყოს მართვადი, მათ შორის კონკრეტულად ტკივილი. დიახ, ნიკა, იცით რა არის ტკივილის შემთხვევაში, როდესაც ძლიერ ტკივილზეა ლაპარაკი, ხო ქრონიკულ ტკივილზე, არტერიული ჰიპერტენზიის დროს ტკივილზე, ხელი გამეჭრა ტკივილზე, არ ვლაპარაკობ ისეთ სერიოზულ ტკივილზე, შემაწუხებელზე, რომელიც სიცოცხლის ხარისხს, ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, შემთხვევათა მაღალ პროცენტში, როგორც წესი, ონკოლოგიურ დაავადებებთან ასოცირებენ ადამიანების დიდი ნაწილი. ჩვენი ონკოლოგებს ჩვენი მართვის მენეჯმენტი გვაქვს ტკივილის, თუმცა არანაკლებ საერთოდ რაც გტკივა გონია რომ ის ყველაზე მეტად ძლიერად გტკივა, თავი გტკივა გონია რომ თავის ტკივილს ყველაფრის ტკივილი ჯობია, ფეხი გტკივა, ფეხის ტკივილს ყველაფერი ჯობია და ასე შემდეგ. აი, ჩემი კითხვის არც იცით რა შემდგომარეობს. ზოგადად რას ნიშნავს ტკივილი და რამდენად მნიშვნელოვანია რომ ადამიანების იმ კატეგორიამ, რომელსაც არ აღენიშნებათ რაიმე მძიმე სერიოზული პათოლოგიით განპირობებული ტკივილი, მიმართონ ექიმს აი ამ ტკივილის დასამენეჯირებლად და თვითნებურად არ გამოიყენონ ის ანთებისაწინააღმდეგო არასტეროიდები, ანალგეტიკები და ასე შემდეგ. კეთილი. საინტერესო შეკითხვა არის. პირველი, ყველა ტკივილი ეს არის ყველაზე ძველი და ყველაზე საბაზისო სიგნალი, რომელიც ცოცხალ ორგანიზმს თვით გადარჩენისკენ უბიძგებს. ეს არის ესე იგი ყველაზე ესეთი ძველი და ყველაზე ევოლუციურად მნიშვნელოვანი სიგნალი, ადვილად აღქმადი, კი.
ტკივილი არის სუბიექტური შეგრძნება, არასასიამოვნო სუბიექტური შეგრძნება, ტკივილის შემსწავლელი საერთაშორისო ასოციაციის მიხედვით განმარტებული ასე და რეალურადაც ყველაზე კარგად ესადაგება ტკივილს, ეს არის არასასიამოვნო სუბიექტური შეგრძნება, რომელიც გამოწვეული არის ქსოვილების უკვე არსებული ან პოტენციური დაზიანებით. ან მაგალითად ეს მარტივად რო თქვა რა, ხელზე, კანზე უჩქმიდე ვიღაცას. მას ეთკინა, გასწია ხელი. ქსოვილი არ დაზიანებულა, მაგრამ ტკივილმა გაიწვლა, რომ თავი დაგეხსნა. ან გაიჭრა ქსოვილი, დაუშვათ, ქსოვილი დაზიანდა უკვე და გაიწვლა, რომ ეს ხელი მოაშორე გამღიზიანებას. ანუ ეს არის უკვე არსებული დაზიანება, ან პოტენციური დაზიანება. პასუხი სიგნალი ამ დაზიანებიდან. მომდინარე. პასუხი გამღიზიანებელზე მარტივად. ერთი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის და რაც უნდა ყველამ ასე ვთქვათ გაითავისოს, ტკივილი არის სუბიექტური შეგრძნება და არის ზუსტად ისეთი, როგორც აღწერს პაციენტი მას. ანუ მე იმის თქმა მინდა რომ ერთ და იგივე გამღიზიანებელს ყველა პაციენტი ყველა ადამიანი ერთნაირად არ აღიქვავს. ზოგიერთი ღრუბლური აღქმის უნარი ყველა ადამიანს სხვადასხვანაირად აქვს. კი, ანუ აი ის თემა რომ შენ არ გტკივა და გგონი აქ ტკივა, ესეთი რამე არ არსებობს. თუ ადამიანი იძახის რომ მას ტკივა, მას სინამდვილეში ტკივა, ოღონდ ეს ტკივილი შეიძლება მომდინარეობდეს როგორც უშუალოდ პერიფერიული რეცეპტორებიდან, ანუ გაღიზიანების პირველადი კერიდან, ასევე შეიძლება მომდინარეობდეს თავის ტვინიდან, მათ შორის ფსიქიკიდან. ანუ ტკივილი მულტიფაქტორულია და შესაბამისად ტკივილთან მიდგომა არის მულტიდისციპლინური. ანუ ადამიანი, რომელიც იძახის, რომ მე მტკივას დაუშვათ ზურგი, ხო, მას შეიძლება ჰქონდეს უშუალოდ ზურგის კანიდან დაწყებული, სახსრებიდან, კუნთებიდან, მალთაშუა დისკიდან დაწყებული, ფსიქიკით დამთავრებული ნებისმიერ დონეზე შეიძლება ჰქონდეს პრობლემა. ანუ გრადაცია შეიძლება ჰქონდეს ტკივილს, ხო? ტკივილის აღქმა შეიძლება ჰქონდეს გრადაცია. კი, ანუ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ერთი ფაქტორული დაზიანება, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია, შეიძლება ჰქონდეს მულტიფაქტორული დაზიანება. შეიძლება მას ტკივილი ჰქონდეს როგორც პერიფერიული რეცეპტორების დონეზე, ასევე ფსიქიკის დონეზე. აი მაგალითად მაგალითად მოვიყვან ფანტომური შეგრძნებები და ფანტომური ტკივილის ფანტომური შეგრძნება ტკივილის ეკვივალენტი მდგომარეობაა და ფანტომური ტკივილი. ხო, ყავს პაციენტი ფიბრომიალგიები მაგალითად. ფიბრომიალგიები, ეს ცნობილი ამბავია, რომ პაციენტი, რომელსაც კიდური მოჰკვეთ ეს ხელის გაშლილ მდგომარეობაში, კარებში ესე გვერდულად შედიოდა, იმიტომ რომ სულ ეგონა რომ ხელი გაშლილი ჰქონდა. მე მინახავს, როდესაც ამპუტირებულ კიდურს იქავებდნენ მაგალითად. დიახ და ერთხელაც შეიძლება ამ თავის წარმოდგენაში გაშლილი კიდურით ცეცხლთან ახლოს დადგეს და ეს კიდური დაეწვას. ანუ ესეც პრობლემა, ესეც ტკივილისნაირი სახეობაა, რომელსაც აუცილებლად ჭირდება მულტიდისციპლინური მიდგომა და აუცილებლად ჭირდება ჩართვა როგორც ფსიქიატრის და თანამედროვე ნომენკლატურით რო ვთქვათ, ქსევითი დარღვევების სპეციალისტის ჩართვა, როგორც ნევროლოგის, შესაძლებელია რევმატოლოგის, ონკოლოგის და ასე შემდეგ. აი კოორდინაციას ამ ყველაფერს კოორდინაციას უწევს ტკივილის მართვის სპეციალისტი. ანუ, როდესაც პაციენტი ჩემთან მოდის პირველადად, რომელსაც ტკივა ნებისმიერი რაიმეს ტკივილი, ჩემს კომპეტენციაში შედის, რომ არა მხოლოდ რაღაც ინვაზიურ პროცედურა და ჩხვლეტა და ასე ვთქვათ ბლოკადა, რაც ხალხში არის ცნობილი, არამედ კოორდინაცია, ანუ უნდა ზუსტად მივხვდე რა სად არის პრობლემა, რა დონეზეა პრობლემა, რომელი ქსოვილის დაზიანებაზე თუ ეს ფსიქიკური პრობლემა არის და შესაბამისად ტკივილის მიზეზის დადგენის კონსილიუმში ჩავრთო შესაბამისად ფსიქოლოგი, ქსევითი დარღვევის სპეციალისტი, ნევროლოგი და ასე შემდეგ. ანუ თქვენ უნდა შექმნათ ტკივილის კონკრეტული ტკივილის გამოწვევის მიზეზზე დაყრდნობით, აპელირებით, უნდა მოიწვიოთ მულტიდისციპლინური, ასე ვთქვათ, კომისია, რომელმაც უნდა შეაფასოს ტკივილის გამომწვევი მიზეზი და დაამენეჯიროს ამ ტკივილის მართვა. ეს ერთი ადამიანის კომპეტენციაში ვერ შედის მარტივად რო ვთქვათ, ხო? კი, რა თქმა უნდა. ერთი, ანუ მე გარდა იმისა, რომ აი ეს მინი-ინვაზიური პროცედურების გაკეთება მიწევს, რაზეც შემდგომში გვექნება საუბარი, გარდა მაგისი, აუცილებლად უნდა
მულტიდისციპლინური კვლევა ჩაუტარო პაციენტს, რა თქმა უნდა, ხა ყველაფერი ერთ ადამიანს ვერ ეწოდინება, ხა ფსიქოლოგიც, ნევროლოგიც და ჰემატოლოგიც და ონკოლოგიც ვერ იქნება, ხო? შესაძლოა ვამბობ ხოლმე, რომ მედიცინაც გუნდური თამაშია და ამიტომ ბევრი ექიმის ჩართულობა ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორად შერჩეული ექიმთა გუნდის ჩართულობა ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებაში. იცით რა შესაძლოა ჩვენი გადაცემა ძირითადად ადამიანების ცნობიერების დონის ამაღლებას ემყარება, რომ ჩვენ მიუთითოთ და ვასწავლოთ, როგორ უნდა მოიქცნენ კონკრეტული დაავადებების უბრალოდ კლინიკური ჩივილების შემთხვევაში, რომ ადვილად მიაგნონ ექიმის სპეციალისტი, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია. ნიკა, მე მგონია, რომ საქართველოში ბევრმა არ იცის თუ არსებობს საერთოდ ზოგადად ცენტრები, სადაც შეიძლება ტკივილის მართვა, იმიტომ რომ მართლა კიდევ ერთხელ გავემეორებ, რომ ძირითადად ტკივილი და თუ გინდათ ოპიატების და ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენება ძირითადად ონკოლოგიური სამსახურის კისერზეა და ძალიან ხშირად სხვა სახის ტკივილები, ისეთი როგორიც არის მაგალითად ნეკლათუაშუა ნერვის ნევრალგიები, რაღაც სხვადასხვა ნევროლოგიური პოლირადიკულონეიროპათიები, იგივე ფიბრომიალგიები, ხო, უამრავი სხვა ტკივილი არსებობს, ქრონიკული ტკივილი, რაღაცა კონკრეტულად მაინც ამ დაავადების ძირითად გამომწვევ პათოგენეში განხილული ექიმის სამართავი ხდება ხოლმე, ანუ არის ნევრალგიური მარტო ნევროლოგი მართავს, არის რაღაცა გასტროინტესტიციური პრობლემები, გასტროენტეროლოგი მართავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ცენტრები საერთოდ თუ არსებობდა საქართველოში, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრმა არ იცის და მე მიხარია, რომ თქვენ ასეთი ცენტრი არსებობს ზოგადად თქვენ სადაც თქვენ კლინიკაში და შესაძლებელია ამის ესე სრულფასოვანი მართვა. აი, თუ შეიძლება მითხარით თქვენ ძირითადად გიგზავნიან პაციენტებს ექიმები, სხვა დარგის ექიმები თუ თვითონაც თავისით შეუძლიათ რომ მოგმართონ? აი, როგორც იღან აღნიშნე, მიგზავნიან პირველი არიან პაციენტები, რომლებიც პირველადაც ჩემთან მოდიან. იქიდან გამომდინარე, რომ ანუ იციან ამ ცენტრის არსებობის შესახებ, ხო? დიდი ხანია, იქიდან გამომდინარე, დიდი ხანია მოვაწეობ ამ დარგში. ხო, ასე თუ ისე რაღაც გარკვეული ცნობადობა არის. ზოგი ტელეფონით მიკავშირდება, ზოგი ინტერნეტით ეძიებს. ხოლმე სხვადასხვა კლინიკაში მოვაწეობდი აქამდე, ეხლა დავიწყე მუშაობა თოდუას კლინიკაში, თორემ მანამდე სხვადასხვა კლინიკებში მოვაწეობდი და მოდიოდნენ პაციენტები და საქართველოს პატარა ქვეყანა და შესაბამისად არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ერთმა პაციენტმა მეორეს უთხრა. მიუთით, როგორც წესი პაციენტები თვითონ ყველაზე ადვილად ამოიცნობენ ხოლმე ამის გავსჭივილებს. კი, და სწორედ მანდ არის მთავარი მომენტი, რომ პირველადად ჩემთან მოცულ პაციენტს უნდა აუცილებლად კომპლექსურად შევაფასო და მარტო ესე ტერმინს ვიტყვი, ერთი კაცის ბენდი არ არის. კივილის მარტო, ხო, ანუ მე ორკესტრი არა ვარ, მე ვარ ერთი ადამიანი, შეიძლება რაღაც კოორდინატორი, მაგრამ სათავეში, რომელიც ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში ქმნით კონკრეტულ მულტიდისციპლინურ კომისიას. დიახ, მუსიკას. მუსიკას უკეთავთ. დიახ. ხო, და შესაბამისად არიან ჩემს გარშემო არიან ყველა სახის სპეციალისტები, ინფრასტრუქტურულადაც გამართული, ასე ვთქვათ, კვლევის საშუალებები ძალიან ბევრი და შესაბამისად პირველ რიგში ვცდილობთ ტკივილის მიზეზის დადგენას. ტკივილის მიზეზის დადგენას ის მნიშვნელობა აქვს, რომ ანუ ანესთეზიოლოგიურად რომ მიუდგეთ ნებისმიერი ტკივილის გაყუჩება შეიძლება უხეშად, ასე ვთქვათ, უროს მეთოდით ნებისმიერი ტკივილის გაყუჩება შეიძლება ბოლო-ბოლოს თქოს ვთქვათ, გავუკეთებ ნარკოზს და არაფერი არ ეთკინება. მაგრამ ეს არ არის პრობლემის საუკეთესო, ხო, პრობლემის საუკეთესო გამოსავალი არ არის. პირველ რიგში უნდა ქრონიკულ ტკივილს მუდმივი ძილით ვერ მართავ. ხო, რა თქმა უნდა. ამიტომ პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ტკივილის მიზეზი დადგინდეს, იმართოს ძირითადი დაავადება, რის გამოც ეს ტკივილია გამოწვეული და თუ ამ ძირითადი დაავადების მართვაში ტკივილი გაქრონიკულებულია და ის ზღუდავს ადამიანის სოციალურად დესოციალიზებულია, ზღუდავს შრომის უნარს, დაუშვათ გადაადგილებას. ემოციურად საშინლად დატვირთვა, დეპრესიას იწვევს. კი, მაი იმ შემთხვევაში უკვე მეორე ასე ვთქვათ მეორე საქმიანობით ვერევი და ვახორციელებ მინი-ინვაზიურ, მცირე ინვაზიურ პროცედურებს, რასაც ხალხში ეძახიან ბლოკადას. ხე ბლოკადა ეს ძალიან ზოგადი სახელია, სადღაც 100-ზე მეტი მინი-ინვაზიური პროცედურა არსებობს, რომლის გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია სხეულის სხვადასხვა არეში, ხო, ეს არის ნერვების დონეზე, სახსრების დონეზე. აი მარტივად ავიღოთ
პაციენტს ჰქონდა ადამიანს ჰქონდა კოქსართროზი, გაიკეთა მენჯმარზახის ენდოპროტეზირება, მან წესით უნდა კოქსართროზის ტკივილი მოხსნას, მაგრამ არის რიგი შემთხვევები, როდესაც კოქსართროზის ენდოპროტეზირების შემდეგ ენდოპროტეზი კარგად არის, კარგად მუშაობს, მექანიკა სახსრის კარგი, მაგრამ ტკივილი დარჩა. ტრავმატოლოგი აფასებს, ხო, ოპერაცია წარმატებულია, მაგრამ ტკივილი არის. ეს უკვე უშუალოდ იმ ინტერვენციონისტი ტკივილის სპეციალისტის კომპეტენცია. ან ონკოლოგიის შემთხვევაში, ხო, ონკოლოგია იმართება ონკოლოგიების მიერ, ეს ონკოლოგია საერთოდ ცალკე თემა რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, დიახ, მაგრამ აი ამ პროცესში, როდესაც მიმდინარეობს კურნალობა, არის საჭიროება იმისი, რომ ეს განსაკუთრებულად ძლიერი ტკივილი იმართოს და იქ ჩავერთვები, აი არიან პაციენტები, რომლებიც ღებულობენ დიდი რაოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას ტკივილს აღუჩევს, ტკივილი არ უყუჩდება, აი ტკივილის მენეჯერება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ წამლის პერიდოზირება შეიძლება გაცილებით უფრო ეფექტი მოგცეს და გაცილებით მეტი გართულება მოგვიტანოს ვიდრე ტკივილის მართვა. კი, შეიძლება არ გააყუჩოს ტკივილი, შეიძლება გააყუჩოს ტკივილი და ასე ვთქვათ, ლოგინად ჩავარდეს პაციენტი, კონტაქტში არ შემოდიოდეს, დესოციალიზდეს, ანუ მან დარჩენილი ცხოვრება გაატაროს დაუშვათ ლოგინში ღრმა სედაციის ფონზე. ესეც ასე ვთქვათ, ყველა ადამიანს ზოგადად ეს მონრეალში გაიმართა ტკივილის შემსწავლელი ასოციაციის ხდომა, სადაც ნომერ პირველი მოწოდება ასეთი იყო, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ ეცხოვროს ტკივილის გარეშე და ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ მიიღოს წვდომა მისი ტკივილის მართვის შესახებ. კი, რა თქმა უნდა, ეს ერთმნიშვნელოვნად ყველა ექიმისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავარია ჯერ არ უნდა ეტკინოს. არ უნდა ეტკინოს და შემდგომში უკვე უნდა მოგეცეს საშუალება, რომ ყველაფერს სხვაში გაერკვე პირველი რიგში, რაც უნდა მოხდეს, აუცილებლად უნდა მოხდეს ტკივილის კოპირება. რა თქმა უნდა. ჯერ ტკივილის შემთხვევაში პაციენტი ვერც აგიღწევს თავის ძირითად კლინიკურ ჩივილს. იმდენად ყველა სხვა ჩივილი გადაფარული აქვს ტკივილის შეგრძნებას, რომ ვერც უთქვის უკმარისობას აღიქვამს, ვერც დაუშვათ მუცლის შებერილობას, ვერც ტკივა და დამთავრდა ყველაფერი ტკივა. იცით რა მაინტერესებს? ტკივილი მართლა ყველაზე ხშირად, რასაც პირადად ახლა მე გადავაწყდი, ეს არის უცნაური თავის ტკივილი. პაციენტების დიდ ნაწილს ტკივა თავი. რატომ ტკივა ეს თავი? როგორ ტკივა და როგორ უნდა მართოს ეს თავის ტკივილი? აი თუ მოდიან თქვენთან პაციენტები, რომლებსაც აქვს თავის ტკივილი. კეთილი. კი, რა თქმა უნდა. აი კონკრეტულად ერთი შემთხვევა განვიხილოთ. პაციენტები მოდიან, რომლებსაც აქვს თავის ტკივილი. რა თქმა უნდა, თავის ტკივილის მიზეზის დასადგენად მნიშვნელოვანია, რომ ჩართული იყოს საქმეში ნევროლოგი. დიახ. ხო, ჩართული იყოს ნევროლოგის შემდეგ, ნევროლოგის ჩვენების მიხედვით ნეიროვიზუალიზაცია, ანუ თუ საჭირო არის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, თუ იქნა თავის ტკივილი, აღმოჩენილი თავის ტკივილის ინტრაკრანიული, ანუ ქალას შიდა პრობლემები, რაიმე პათოლოგია, რომელიც საჭიროებს დაუშვათ ქირურგიულ ოპერაციას, ან მიზანმიმართულ ძირითადი დაავადების მიზანმიმართულ კურნალობას, რა თქმა უნდა, ეს კურნალობა დაწყებული უნდა იქნეს. და როგორც წესი ამ შემთხვევაში თავის ტკივილი უფრო ადვილად მართვადი არის ხოლმე. განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის თავის ტკივილის ქალას გარეთა, ანუ ექსტრაკრანიული მიზეზები. მაგალითად, და შაგიკი მაგალითად. შაგიკი, ხო. ხო, ძალიან ბევრი კვლევები არის ჩატარებული ამ შაგიკის მიზეზების დასადგენად. ძალიან ბევრი კვლევები ტარდება. ერთი ჩვენს მცირე ინვაზიურ, ასე ვთქვათ, პროცედურებში რაც არის, ჩვენს რესურსი, ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ ვთქვათ, ექსტრაკრანიული ნერვების ბლოკადა მოხდეს, ან ნეირომოდულაცია მოხდეს, მაღალსიხშირული ნეირომოდულაცია მოხდეს. ნუ ეხლა იცით არის ესეთი მეთოდის ბოტოქსის გამოყენება და იმ ნერვების მიმდებარედ, რომელი ნერვების შაგიკის დროს ძალიან წარმატებულად მიმართავენ მთელ რიგ შემთხვევებში ბოტოქს, რამდენადაც მე ვიცი, ხო? კი, ბოტოქს მიმართავენ. სამწვერა ნერვის რომელიმე ტოტის ანთების დროსაც.
კი, სამწვრა ნერვი კიდე ცალკე თემა არის, სამწვრა ნერვის შემთხვევაში ხშირად არის. ეს გავრცელებული ტკივილია ისეც და ჰერპესული ტკივილები. ჰერპესული ტკივილზეც მოგახსენებთ, ანუ ჰერპესული ტკივილი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მძიმე ნეიროპათიული ტკივილი, და ხშირად ტკივათ ადამიანებს მაშინაც კი, როდესაც ამ ჰერპესმა ძალიან დიდი ხნის წინ გაიარა. აღარც ნაწიბური აქვს, აღარც გამონაყარი, მაგრამ მუდმივად აწუხებთ ეს ტკივილი. დიახ, საბედნიეროდ ნეირომოდულაცია, მაღალსიხშირული ნეირომოდულაცია მოლეკულების მიხედვით. რას ნიშნავს ნეირომოდულაცია? თუ შეიძლება ეს რო განუმარტოთ ჩანს ენერგია. სპეციალური ნემსის საშუალებით იმ ნერვის მიმდებარედ ნერვთან სპეციალური ნემსის საშუალებით ანუ ამოცნობილ მაღალ სიხშირულ სტიმულაციას, ანუ რადიოსიხშირულ სტიმულაციას ვახდენთ ნერვისას 42 გრადუს ტემპერატურაზე. ანუ ნერვის აქსონის, ანუ ნერვის ბოჭკოს ასე ვთქვათ, რემოდელირება ხდება, ელექტრონული რემოდელირება ხდება. ანუ გამოგყავთ წყობრიდან მარტივად რო ვთქვათ, კონკრეტულად და ახლიდან ანუ Windows-ი გადაიტვირთება. Windows-ი გადაიტვირთება, კი, ეს restart-ს უკეთებთ. კი და შესაბამისად საკმაოდ კარგი შედეგები აქვს რა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა რომელიმე მეთოდს უგულებელყოფთ. ამას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ ეს უკეთესია, ან სხვა უარესია. რა თქმა უნდა, როგორც ეს ჩემთან რომ მოდიან პაციენტები, მათ ყველა შესაძლო მეთოდი გამოვლილი აქვს და ამოწურული აქვს ხოლმე. ნაყოფები არიან, ზოგს ოპერაციაც კი აქვს გაკეთებული. ხო და ნახა პირველადად მოსულ პაციენტს რა თქმა უნდა ეგრევე ნეირომოდულაციას არ უკეთებთ პირველადად მოსული პაციენტი მიღებული პროტოკოლის მიხედვით ნევროლოგის მიერ იმართება და ნუ ხშირ შემთხვევაში ეს იმართება ხოლმე მაგრამ შემთხვევათა დაახლოებით 10%-ში 12%-ში არის როდესაც ვერ იმართება ტკივილები მაინც მძიმეა და მაგეთ შემთხვევაში ვაკეთებთ მიმართავთ ხოლმე ამ მეთოდს. შეიძლება თუ არა რომ პაციენტს დაუშვათ გარდა ტაბლეტიზირებული ფორმისა დაჭირდეს სწორედ ეს ინვაზიური ჩარევა, ანუ ორივე ჩარევა ერთდროულად რო განხორციელდეს აი ამ ტკივილის სამართავად. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ესეა ხოლმე, ანუ ის პაციენტები არ წყვეტენ იმ თავის საბაზისო მკურნალობას, რაც ნევროლოგიის მიერ არის დანიშნული. არ წყვეტენ, უბრალოდ უფრო ადვილად მართვად იხდება დაავადება. ამ ნეირომოდულაციის შემდეგ უფრო ადვილად მართვად ხდება. არის ოპერაციული მეთოდებიც, როდესაც ამ ნერვის ნეიროლიზს აკეთებენ, ანუ გამოყოფენ ამ ნერვს იმის გათვალისწინებით, რომ ვარაუდოთ, რომ შეხორცებაში არის ეს ნერვი. არის და უშუალოდ ესეთი მეთოდიც, რომ ამ ნერვს თლად გადაჭრიან, ტრანსციზიას აკეთებენ, თლიანად გადაჭრიან და შესაბამისად ამ ნერვის საინერვაციო ზონაში ტკივილი აღარ უნდა იყოს წესით. აბსოლუტური შედეგი რა თქმა უნდა არც ეს არ აქვს, მაგრამ საკმაოდ მაღალი პროცენტი აქვს ნეირომოდულაციის. განკურნების საკმაოდ მაღალი პროცენტი აქვს. ანუ მე როგორც მივხვდი პაციენტი რომელიც მოდის თქვენთან კონკრეტულად რომელიმე ქრონიკული ტკივილით ალბათ ძირითადად ეხა ერთჯერადად რო ხელი გაიჭრა და ტკივა ასეთი პაციენტი თქვენ არ მოგმართავთ ქრონიკული ტკივილით როდესაც მოგმართავთ პირველ რიგში თუ ის არ არის ასე ვთქვათ იდენტიფიცირებული რა სახის ტკივილია, იგივე თავის ტკივილი არ ნიშნავს მხოლოდ როგორც ეძახიან ხოლმე ქალაში დაცნევის მომატებას, შესაძლებელი იყოს გაიმორიტი, ფრონტიტი, უამრავი ხო იგივე რომელი ყბაზე, რომელიმე კბილის დაზიანება, რა ვიცი ტკივილი ათასნაირი შეიძლება იყოს ხო ყურის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირველ რიგში თუ არ არის იდენტიფიცირებული ეს ტკივილი, პირველ რიგში ჯერ ვიკვლევთ, ვარქმევთ ტკივილის გამომწვევ მიზეზ სახელს და ამის შემდეგ ირჩევა უკვე თერაპია. კონკრეტულად რომელიმე მედიკამენტების მორგება. სხვათა შორის აი როგორ ხდება მედიკამენტების გატიტრა, ამაზე მერე ჩვენ შემდეგ ჩართვაზე მინდა რომ დაგისვათ ეს კითხვა. ხდება მედიკამენტების ჩართვა და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება კომბინირებული თერაპიის შესრულება, როგორც ტაბლეტიზირებული, ასევე მცირე ინვაზიური მეთოდებით, რომელსაც პრაქტიკულად თქვენ როგორც ვძანეთ, ასამდე სხვადასხვა დასახელების პროცედურა არსებობს. აი ეს მცირე ინვაზიური ჩარევები რამდენად არის თუ არა სახიფათო
დაგვისვამ სამკითხვას აუცილებლად ჩვენ მსმენელი და იტყვის რომ ეს ხომ მაინც ჩარევა, ინვაზიური ჩარევა. მე მირჩევნია რომ მოვითვინოთ კივილი, ვიდრე მიჩხვლიტო ნემსიც და ასე შემდეგ და არის თუ არა შეიძლება თუ არა გქონდეს გვერდითი რაიმე სერიოზული მოვლენა და როგორ ხდება რისკის და სარგებელის შეფასება. კეთილი. მე პირობითად დავყოფ ორ დიდ ჯგუფად ამ მცირე ინვაზიებს. პირველი ჯგუფი არის ინექციის ტექნიკა, ანუ როდესაც დაზიანებულ სავარაუდოდ ან ზუსტად დაზიანებულ უბანში შეგვყავს სამკურნალო საშუალება, ძირითადად ეს არის ხოლმე ჰორმონი და ანუ სტეროიდული ჰორმონი და ადუანტები. იგივე როგორც მუხლის სახსარში მაგალითად კი, როგორც დავუშვათ ეპიდურულად, როგორც დავუშვათ ნერვულ წნულის მიმდებარედ, ნერვის მიმდებარედ და ასე შემდეგ, შეგვყავს სამკურნალო საშუალება. ჰორმონი და პლუს ადუანტები შეიძლება იყოს ლოკალური ანესთეტიკი, შეიძლება იყოს სხვადასხვა ბევრი სხვადასხვა საშუალება, რომლისგანაც მე არ ვსაუბრობ პროცედურულ გართულებაზე, აი გუნდში გაკეთებულმა ნემსმაც ყველაზე პოპულარულ გუნდში გაკეთებულსაც შეიძლება უამრავი გართულება გამწვევს. მაგაზე არ მაქვს საუბარი. საუბარი მაქვს რომ თვითონ წარმატებულად ჩატარებულმა პროცედურამ ინექციის ტექნიკამ აი მინიმალური შანსია იმისი რომ რაიმე დაზიანება გამოიწვევს. იმიტომ რომ გარკვეულ პერიოდში ის ჰორმონი გაიწოვება, ზემოქმედებას წვეთს და სრულად აღდგება. ბოტოქსის შემთხვევაში? ბოტოქსის შემთხვევაში ცოტა გადავადებულია, მაგრამ მაინც მავნებლობა პრაქტიკულად არ აქვს. მე არ ვიცი დაგვრჩა თუ არა ამ ბლოგში კიდე დრო მე მგონია რომ ეხა სულ რამოდენიმე წუთის სარეკლამო რაზე უნდა გავიდეთ და მე დავბრუნდეთ აი მაინტერესებს ბოტოქსი და კონტრაქტურები და წამლის ტიტრაციებს როგორ ხდება და არის თუ არა რაიმე ისეთი მუდმივად აი აპლიკაციები მაგალითად მე მინახავს ესეთი აპლიკაციები ჩვენი დაავადებების დროს ჩვენი კოლეგების მიერ დანიშნული საზღვარგარეთ სამწუხაროდ ჩვენ ამასთან წვდომა არ აგვაქვს, როდესაც ხდება რაღაც კონკრეტული მედიკამენტის კანზე დაწებება, რომ არ მოხდეს, რომელიც დროთა განმავლობაში ნელ-ნელა გაიწოვება. გვაქვს თუ არა ამის საშუალება საქართველოში ამ თემაზეც მინდა რომ ვისაუბროთ ჩვენ შემდეგ ჩართვაში. ქალბატონებო და ბატონებო